თავი მესამე. ხოლო მე არ შემეძლო თქვენთან ლაპარაკი ძმანო, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში. რძეს გასმევდით თქვენ და არა საჭმელს, ვინაიდან მაშინ არ შეგეძლოთ და ახლაც არ ძალგით. იმიტომ რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ შური და დავაა თქვენ შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანისებურად არ იქცევით? რადგან როცა ერთი ამბობს, მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე მე აპოლოსი ვარო, განა ხორციელნი არა ხართ? აბა ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლო? ხოლო მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც თითოეულს მისცა უფალმა. მე დავრგე, აპოლო მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ამიტომ არც დამრგველი არაფერი, არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი. დამრგველი და მომრწყველი ერთი და იგივეა, ხოლო თითოეული მიიღებს თავის საზღაურს თავისი შრომისამებრ. ვინაიდან ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი ღვთის ყანა და ღვთის შენობა. მე ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დაუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს მასზე. ვინაიდან არავის არ ძალუც დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე. და თუ ვინმე აშენებს ამ საძირკველზე, ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ხეს, ნამჯას, თითოეულის საქმე გამომჟღავნდება, ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც ის არის, ცეცხლი გამოცდის. ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს. ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლიდან. ნუ თუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში. თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენ ხართ. ნუ რა ვინ აცდუნებს თავს? თუ ვინმე სამწუთი სოფელში თავისი თავი ბრძნად წარმოუდგენია, გაუგუნურდეს, რათა ბრძენი გახდეს. ვინაიდან ამ წუთი სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც წერია, მათ ცვიერებაში შეიპყრობს ბრძენებს. და კიდევ, იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი. ამიტომ ნუ რა ვინ დაიკვეხნის ადამიანებით, ვინაიდან ყოველივე თქვენია. გინდ პავლე, გინდ აპოლო, გინდ კეფა, გინდ წუთი სოფელი, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ დაწმყო და გინდ მყოფადი, ყოველივე თქვენია. თქვენ ხომ ქრისტესი ხართ, ქრისტე კი ღვთისაა.